საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. როგორ აფასებს ქართული ოცნების მიერ განვლილ 1 წლის მუშაობას, როგორ იხსენებს შობის დღესასწაულებს წარსულში და რას უსურვებს მომავალში ქართულ ხალხს. ქუთაისის საკრებულოს და ქართული ოცნების წევრი ექიმი დიმიტრი მხეიძე. საღამომშვიდობის ბატონო დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებლებს ყველას. მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. დღეს აფხაზეთში არის დროშები დაშვებული, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, 5 მოზარდი ბავშვი არის დაღუპული. და პირველ რიგში უთანაგზნო ოჯახს, უთანაგზნო ნათესავებს და უთანაგზნო ჩვენ ქვეყანას, რადგან ეს არის ტრაგედია, ერთი ბავშვის დაღუპვაც კი ტრაგედია არის. საერთოდ არა მარტო ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვის და მით უმეტეს მრავალშვილიანი ოჯახში უბრალოდ სიტყვებიც არ მაქვს, იმხელა ტრაგედია და დება უფალს მე დარწმუნებული რომ უფალთან არის ხუთივე ანგელოზი. რა ვიცი, ეს დიდი ტკივილია და მოუშუშებელია ჩვენთვის ადამიანებისთვის. შეიძლება მართლმადიდებლად ახსნა რომ უფალთან წაიყვანა უფალმა, მაგრამ ჩვენთვის როგორც მომაკვდავი ადამიანების ეს არის უდიდესი ტკივილი, რომლის ამოხსნაც ჩვენთვის ძალიან რთული არის, რა ვიცი. სამწუხარო ფაქტი მოხდა ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია. ვიდრე უშუალოდ შობასთან დაკავშირებულ კითხვებზე გადავიდოდეთ, მინდა შეაჯამოთ, როგორი იყო 2024 წელი საქართველოსთვის, ქუთაისისთვის? 2024 წელი იყო საკმაოდ დატვირთული წელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ჩვენი ოპოზიციისთვისაც ნამდვილად. რამდენად რთული წელი იყო? ძალიან საკმაოდ რთული წელიწადად მიმაჩნია მე პირადად, იმიტომ რომ აქ სხვათა შორის ამ წელმა მე მადლობელი ვარ ამ წლის იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი ილუსტრირება მოხდა ხალხის, ადამიანების, პიროვნებების, საზოგადოებების და სხვათა შორის ეს დადებითიც არის რა ერთ მხრივ, იმიტომ რომ უკვე ვიცით რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ჩვენ გუნდს, თურმე რამხელა ძალასთან გვაქვს საქმე, დღესაც ასე ვთქვათ, ზოგიერთ ქვეყნებში აქვთ პრობლემა მთავრობის ჩამოყალიბების, ბიუჯეტის დამტკიცების და მაინც ესე იგი უარყოფით რაკუში მოიხსენიებენ ჩვენთან ჩატარებულ არჩევნებს, როდესაც ჩვენთან ჩატარდა დარჩენილი 7 გარემოში კი საპროტესტო აქციებიც იყო, ესეც გადავლახეთ, ბიუჯეტსაც მივიღებთ, ყველაფერი კარგად იქნება, 7 ვართ, დაკომპლექტა ჩვენი მთავრობა და ჩვენი ქვეყანა მიდის წინ. მათმა იკითხონ, ვისაც არეულები აქვთ თავიანთ ოჯახებში. ძალიან ბევრი ადამიანი არ გეთანხმებათ ახლა. ძალიან ბევრი ადამიანი მეთანხმება. უბრალოდ არის საზოგადოება რამოდენიმე ვთქვათ ადამიანი, რომელიც შეიძლება ვერ დამეთანხმოს და რა მოხდა მე ოჯახშიც ყველა ოჯახის წევრები ერთაზეა ვერ იქნება. კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ რამოდენიმე არა, რამოდენიმე 1000 არიან, მოდით სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ. რამოდენიმე მილიონი დამეთანხმება. სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ, რამდენიმე საათში შობა შემოგწანდება ყველაზე საინტერესო, ყველაზე იდუმალი, ყველაზე იმედის მომცემი დღესასწაული შემოაბიჯებს ჩვენს ქვეყანას. კი, ნამდვილად საშობაო დღესასწაული არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. ჩვენ საერთოდ ქართველებს რაღაცა აი ბავშვობაში რო გადავიდეთ ახლა რაღაცა ზღაპრულ პერსონაჟებთან და ზღაპართან ვაკავშირებთ რაღაც ძალიან ესეთი ლამაზ პერიოდთან ვაკავშირებთ რაღაც ლამაზ სიტუაციებთან, იქ რაღაც საჩუქრები და მთელი რაღაც სუფრები და თქვენ ახლა ისეთი ასაკი არა გაქვთ ბატონო დიმიტრი, რომ ძალიან ძველი ამბები გკითხოთ, მაგრამ ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და რა ტრადიციები გახსოვთ, რა განსაკუთრებული რა კეთდებოდა ამ დღეს? მაშინ ცოტა არ იყოს შეზღუდულები იყვნენ ადამიანები ჩვენს ბავშვობაში ამ დღესასწაულის აღნიშვნის ვერ აღნიშნავდნენ კომუნისტური წყობის გამო, მაგრამ თქვენ ისეთ ოჯახში იზრდებოდით, ექიმების, ბატონი დიმიტრი, დიდი დიმიტრი როგორ აღნიშნავდა შობას? სხვათა შორის მართლაც ჩემი თაობა მოესწარით ისეთ პერიოდს, როდესაც აკრძალული იყო საერთოდ პირჯვის გადაწერა და გვაკვირდებოდნენ სკოლაში აღდგომის დღესასწაულების პერიოდში ხელებზე წითელი ხვა ჰქონდა და
ეკლესიის მაშინ არ იყო ბევრი ეკლესია, მოქმედი იყო რამოდენიმე ეკლესია ქუთაისში მოქმედი და მე მახსოვს რომ ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე ეკლესიაში, იმიტომ რომ იდგენ კომკავშირის ხელმძღვანელები, ხო იყო პირველად ხელმძღვანელი, იყო კომკავშირის ხელმძღვანელი და აი ისინი იდგნენ და აკბირდებოდნენ, იწერდნენ ვინმივიდოდა ბავშვებიდან კომკავშირის დივანი. დივანი, ხო, დივნები, ნუ დივანი რამოდენიმე ადამიანი იდგა, იწერდნენ ვინ მივიდოდა, იმახსოვრებდნენ და შემდეგ მე მახსოვს რომ ერთხელ მოხდა ისეთი რაღაცა რომ მე საყვედური შეხვდა ჩემ მშობლებს, აღმომაჩნდა ხელები შევედი გაკვეთილი. კი ბატონო, იმიტომ რომ კვერცხები ჩუმად შევიტანით სკოლაში და რა ვიცი, ესე იგი ისეთი პერიოდი ჩვენ ბავშვობაში მე მგონი ყველა შობა თოვლიანი იყო. ლამაზი და როგორ იყო, იცით, აი მე მახსოვს რომ თვითონ ეს აი სიმღერა მაგალითად ალილო იყო აი ძალიან ვიწრო წრეში და იმიტომ რომ ესეც რაღაცა ჩვენ ბავშვობაში დადიოდნენ მეალილოები ქუჩაში? არა, აი იყო არა, მასე მათ ცხადად არა სხვათა შორის, მაგრამ იყო ისეთი მომენტები, რომ ჩუმად ოჯახში მივიდოდნენ და იქ მაინც ადიდებდნენ უფალს. და მიულოცავდნენ ოჯახს უდიდეს დღესასწაულს, შობის დღესასწაულს, უფლის შობის დღესასწაულს, ეს არის არაჩვეულებრივი, არა მარტო დღესასწაული, ეს იყო რაღაცა მოვლენა კაცობრიობაში, კაცობრიობის ისტორიაში, რადგან უფალს გააჩნდა მხოლოდ ერთი იპოსტასი და მან შეიმოსა მეორე იპოსტასიც ეს ადამიანის და გახდა როგორც ადამიანი მომაკვდავი და შემდეგ კი ვიცით როგორც განვითარდა, ჩამოვიდა, იშვა, ჩვენთან ჯვარს ეცვა და იქადაგა ჯვარს ეცვა და შემდეგ გარდაიცვალა და აღდგა. ამიტომ შობა არის, როგორ გითხრათ, აი იმედის მომცემი, რომ უფალი შეგვირიგდა ადამიანებს. მე პირადად შობის დღეს მავიწყდება საერთოდ აი ყველანაირი გაბრაზება, ჩემთვის არ არსებობს თუ გინდა ოპოზიცია ავიღოთ, არ არსებობს ვინმე ადამიანი ვინც მოროტებად ჩაიდინა ჩემ წინაშე. ყველა რაღაცნაირად აი ისი ავსებს სიყვარული, რა თქმა უნდა, გამისთებასი. კი. აუცილებლად ეს არის წესი ჩვენი ოჯახის, აუცილებლად ჩვენი ოჯახი ოდითგანვე ემსახურება ეკლესიას, დღესდღეობით სტიხარი მაცვიარ და მსახურებაზე მიდივარ აუცილებლად 10 საათზე. სოფელი თუ გაქვს და სოფლად თუ შეხვედრი ხართ ოდესმე შობას? სოფელი რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ სოფლად ჯერჯერობით ვერა, იმიტომ რომ სახლი კარი უნდა ყველაფერს აშენება. აი თქვენ თუ გახსოვთ ბაბუა ან ბებია გარეთ გასული დიდი ხის თასით, რომელზეც მოხარშული დედალი, ჩურჩხელები. ძალიან პატარაობისას მახსოვს აი მაგას რომ მოდი ზუსტად რომ ქალაქებში უფრო იყო ამ მიმართულებით შეზღუდვები და ქალაქ გარეთ ეს ნაკლებად იყო. მახსოვს ძალიან ბევრი საინტერესო, ნუ ყველაფერი დაკავშირებულია უფრო სუფრასთან და სტუმრებთან. შობას თუ გქონდათ სტუმრიანობა სახლში? კი და ახლა უფრო შობა კი არის სუფრებთან დაკავშირებული, მაგრამ უფრო მეტად ეკლესიაში მსახურებასთან არის დაკავშირებული, სადაც ვიხსენიებთ ყველას, ვინც არის მრევლი ჩვენი დედა ეკლესიის. იქ არ არის გარჩევა, ვინ არის რომელი პოლიტიკური ხედველობა აქვს, ვინ არის ხალია, კაცია, ბავშვია, დიდია, პატარა, ყდელა, ვინც არის მართლმადიდებლად მონათულები, ყველას ვიხსენიებთ და ბარძიმში ყველას იხსენიებს ჩვენი მოძღვარი, ვინც წირავს, წირველი მამაო და ჩვენც იქ ვინც ავართ სტიხაროსნები, ვეხმარებით ამ მოხსენებაში, აუცილებლად ვახსენებთ ვინ გარდაცვლილებსაც, იქაც არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის წარსულში ადამიანი, თავარი რომ ქრისტიანი იყოს და მონათლული იყოს და ამიტომ ამას ვამბობ, რომ შობა აერთიანებს. მე ასე ვფიქრობდი, რომ შობა არის სიყვარულის დღესასწაული, გაერთიანების დღესასწაული, პატიების დღესასწაული, მიტევების დღესასწაული და რა ვიცი, უფალმა თუ ამხელა რაღაც გააკეთა ჩვენთვის ადამიანებისთვის, რომ კაცობრივი ბუნება შეიმოსა, როდესაც ის იყო ღმერთი და მისთვის შეუძლებელი არაფერი არ იყო და გახდა კაცღმერთი ქრისტე და იშვა ჩვენი გულისთვის. ჩვენ არ უნდა წავიდეთ რა ელემენტალურზე, რომ ერთმანეთს მიგვუტევოთ, ერთმანეთს გვერდში დაუდგათ, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ერთიან დიდ ჩვენთვის ყველაზე დიდ ფასეულს, რაც არის ჩვენი ქვეყანა. თქვენ რა ტრადიციებს აჩვევთ თქვენ შვილებს შობის დღესასწაულზე, რა ტრადიციებს უტოვებთ?
ნუ პირველ რიგში ის რომ მაინც ალილო ჩვენთვის არის რაღაცა ძალიან ისეთი დღესაც აიხლა ჩემთან იყვნენ სტუმრად ჩემი მეგობრები ჩვენი ეკლესიით და სხვათა შორის მინდოდა თქვენთან წამოსვლა ალილოზე მაგრამ მე მაინც წინასწარ გავაფრთხილე და მომავალ წელს შევთავაზებ რომ ალილოზე თქვენთანაც მოვიდეთ ძალიან ასიამოვნებული ძალიან საინტერესო რაღაც იქნება ტრადიციაც იქნება თქვენთვისაც მგონია და ჩვენთვისაც აი ქალაქის ტრადიციაზე რას მეტყვით ისევ იქნება მსვლელობა მეარილოების მე როგორც ვიცი კი იქნება აუცილებლად ეს ძალიან კარგი ტრადიცია არის დაწესებულია უკვე რამოდენიმე ათეული წელია და მე მივესალმები ამას ამით ჩვენ უბრალოდ ვახარებთ ერთმანეთს რომ ქრისტე იშვა ხსნელი იშვა ადამიანი კაც ღმერთი რომელიც არის ჩვენთვის ყველაფერი რომელმაც ჩვენ პრაქტიკულად შექმნა კაცობრიობა და ვისი შვილებიც ვართ ყველა და ვინც ბოლოში მაინც კი ყოველდღურად ვწმუნდებით რომ მაინც მე ბოლოში როდესაც იქნება როცა რამდენი დროც იქნება როცემულიზამ ბოლოში მაინც წავალთ უფალთან რაც შეიძლება დიდი ხნის შემდეგ ამბობენ რაც უფრო მეტი ადამიანი ხვდება ერთად შობას მით უფრო ბედნიერი შობა დგება იმ ადამიანებისთვის კი რა თქმა უნდა ნახეთ მართლმადიდებლობასაც გადავხედოთ შობის დღესასწაულს როდესაც ხალხი იკრიბება იქ ხომ ადიდებენ უფალს და უფალმა თქვა სადაც მე ჩემზე იქადაგებთ და დაადასტურებთ ჩემს მიმართ რწმენას, მეც დავადასტურებ ჩემი მამის წინაშე თქვენ რწმენას და მეც თქვენ გვერდში ვიქნები. ამიტომ რა თქმა უნდა, უფალი როდესაც უყურებს რომ მის სადიდებლად შევიკრიბეთ და არა მარტო იმისთვის რომ ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნოთ, არამედ უფალს ვადიდებთ, მიხსენებთ წარსულს, მომავალს ვლოცავთ. უფალიც გლოცავს ჩვენ და უფალიც ამას უყურებს და ჩვენ კეთილგანწყობას უყურებს და რაც რომ მეტი კეთილგანწყობილი იქნება საზოგადოება მით უფრო კეთილი იქნება ჩვენი მომავალიც. მიულოცეთ თუ შეიძლება ჩვენს თანაქალაქელებს, ქართველებს შობის შემობრძანება და რას უსურვებთ? ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგებო. მე მინდა ყველას მოგილოცოთ შობის უდიდესი დღესასწაული. არ გავარჩევ არავის აბსოლუტურად, სულიად ჩვენი საქართველოს მოსახლეობას პირველ რიგში და შემდეგ აუცილებლად არა მარტო ჩვენთან მაცხოვრებელს, არამედ ემიგრაციაში მყოფებს, ყველას. ჩვენ აფხაზს, ჩვენს ოსძმებს, ჩვენ უცხოელ ძმებს, მეგობრებს, ვისაც ქრისტესის ჯერა, ვინც აფასებს ჩვენს რჯულს, ყველას გილოცავთ შობის უდიდრეს დღესასწაულს და ამ დაძაბულ სიტუაციებში, რაც დღესდღეობით სოფლიოში ხდება, ეს არის ერთი ლამაზი დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავარქვათ ამ დღეს უბრალოდ ეს არის სიყვარულის დღე და მე მინდა რომ გაჩქოთ ყველა სიყვარული. ვიყვარხართ. დავალზაესწარით. ასე ვიცა. ბატონო დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით, ჩვენს გილოცავთ. ჩვენს ქვეყანას წინ სხვა წარმატებებს უსურვებთ. მრავალ შობას დაესწარით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ერთმანეთს შეხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.